მოგესალმებით ყველას ვინც გვისმენს. სანამ ამ საინტერესო და ცოტა არ იყოს ცხარე თემაზე გადავალთ, მინდა გთხოვოთ, ხარი დაუჭირეთ ჩვენს პოდკასტს. გამოიტერეთ არხი და აჭირეთ ლაიქს, იმიტომ რომ ჩვენს გარდა სიმართლეს არავინ გეტყვით. თუ გინდათ რომ კიდევ უფრო მეტი ასეთი მასალა დაიდოს, თქვენი აქტიურობა აუცილებელია. არ დაიზაროთ, ერთი კლიკია და ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირდაპირ გეტყვი, რაც ახლა MMA-ში ხდება არის სრული ნაგავი. ვიღაცამ დაწერა რომ ევლოევი და არმან სარუკიანი ერთი და იგივეაო. აი ვინც ეგ დაწერა, საერთოდ აზრზე არაა სპორტის. როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის შედარება? სარუკიანი და ილია თოფურიას ბრძოლა, აი ეგ არის ნამდვილი მერიტოკრატია. ეგ არის ის, რაც ხალხს უნდა. სარუკიანმა დაიმსახურა თავისი შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა. მოიცადე, მოდი სამართლიანები ვიყოთ. სარუკიანს ხომ მისცეს შანსი ამ წლის იანვარში ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. და რაკნა? ტიპს წონაში კლების პრობლემები შეექმნა, საერთოდ არ გამოვიდა საჩხუბრად. ეგ დიდი გამოცანაა დღემდე. მერე ვინ მოიყონეს? რენატო მოიკანო. ორგანიზაციამ $100,000 დაკარგა ბილეთებში, იმიტომ რომ მოიკანო არავის აინტერესებდა. ის ჩხუბი საერთოდ ნაგავი იყო, სპარინგს უფრო ჰგავდა ვიდრე ნამდვილ ომს. თუ წინააღმდეგობა არაა, ეგ ჩხუბი არაა. ხო და მაგას ვამბობ. სარუკიანმა ეგ შანსი გააფუჭა, მაგრამ ახლა მაინც ითხოვს რაღაცას. აი ევლოევის შემთხვევა კი გაცილებით უარესია. ტიპს საერთოდ არაფერს აძლევენ. ისე ჰყავთ, როგორც დედამიწის ირგული მოძრავი თანამგზავრი. ორბიტაზეა, მაგრამ ატმოსფეროში არ უშვებენ. ნასამ არ მისცა ბრძანება და იმიტომ ტრიალებს კოსმოსში, ჩხუბობს ვიღაცებთან, ზედიზედ 10 მოგება აქვს. ეს ხომ სრული აბსურდია. ევლოებს პირდაპირ სახეში ეუბნებიან, არ გვჭირდები, წადი აქედან. ეს დამამცირებელია. იცი რატომ ხდება ეგ? იმიტომ რომ ევლოევი ჩუმად არის. არაფერს ამბობს, არავის აკრიტიკებს. აი სარუკიანი კი სოციალურ ქსელებში სულ აქტიურია. ხან ერთს უტევს, ხან მეორეს. ილიას დაძდევს და ეძახის. არ გაიქცე ილია, ნუ ხარ ლაჩარიო. სულ რაღაცას აკეთებს, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. დღეს თუ შენს თავზე არ იყვირე, ვერავინ შეგამჩნევს. ეს ჟურნალისტებსაც ეხება, ინფლუენსერებსაც და მებრძოლებსაც. აბსოლუტურად მართალი ხარ. აი მაიამიში, ფლორიდაში, ხალხი გიждდება 10 იანვრის ქარტზე. იოელ რომერო იქნება, ბონიკალი, ლუკ როკჰოლდი და სარუკიანიც იქაა. სულ რაღაცას შვება, ხან გრეპლინგში იგებ ტიტულს რუსეთში, ხან სად არის. YouTube-ზე, TikTok-ზე სულ მისი ვიდეოებია. აი ევლოებზე კი საერთოდ არავინ ლაპარაკობს, სანამ ჩხუბი არ ჩაენიშნება. შავკატ რახმანოვითაა. თუ შენს პრომოუშენის თავად არ მიხედავ, არავის გაახსენდები. ევლოევი კარგი ადამიანიაო ამბობენ. მერე რა? საბრძოლო სპორტში მარტო კარგი ადამიანობა არ გმარ. უნდა ლაპარაკო. არავის ოჯახს არ უნდა შეეხო, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გამოიწვიო ვინმე. უნდა თქვა, რომ სხვას სახეს აახევ. ამას კი ეუბნებიან. შანსი წაგართვეს. ის კი პასუხობს. კარგი არა უშავს. ასე შორს ვერ წახვალ. თუ ფანებისგან არ იქნება მოთხოვნა და წნეხი, ორგანიზაცია არაფერს გაგიკეთებს. სარუკიანი კი პირიქით, სულ პრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციას თავისი ტვიტებით და გამოსვლებით. თუ ევლოევი მერფის მოუგებს ისე როგორც ყოველთვის, მოსაწყენი გადაწყვეტილებით, მაშინ UFC-ს სერიოზული პრობლემა ექნება. იმიტომ რომ ეგეთი მებრძოლი არავის აინტერესებს და მისი გაქაჩვა რთულია. სარუკიანის ქცევა ხანდახან ცოტა გამაღიზიანებელია, ზედმეტად დავდაჯერებული ჩანს, მაგრამ ეგ მათი კულტურაა. შუა აღმოსავლეთში ასეა, თითქოს სულ ბრძანებას გაძლევენ. დაწყებიში შეიძლება გაგაწუხოს, მაგრამ მერე ეჩვევით. სარუკიანმა და ისლამმა ალბათ ბევრი იკამათეს კულისებში, როცა ჩხუბი ჩაიშალა, მაგრამ ახლა ორივე თავის გზას მიყვება. აი ზუსტად ეგაა პრობლემა. ზოგიერთებს გონიათ, რომ ოქტაგონზე გამოსვლა და იქ რაღაც ჭიდაობის მსგავსი მოძრაობების კეთება საკმარისია. საერთოდ აზურზე ხართ რა სპორტს უგურებთ? ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. აი სარუკიანი რომ ახსენე, ტიპი ყველაფერს აკეთებს, რომ ილია თოფურიას ნერვებზე ითამაშოს. იცის რომ ილია ახლა მეფეა, იცის რომ მთელი საქართველო და ესპანეთი მას უჭერს მხარს და რას აკეთებს ეს სარუკიანი? ცდილობს ეს პოპულარობა მოიპაროს. მე თუ მკითხავ, ეგ არის სუფთა ნაგვის საქციელი, მაგრამ ბიზნესის მხრივ მუშაობს. მუშაობს კი არა, ხალხი უკვე დუღს. ნახე რა ხდება სოციალურ ქსელებში. ქართველები ისეთებს უწერენ სარუკიანს, რომ ტიპს ალბათ ღამე არ სწინავს. მაგრამ აი დაუკვირდი, სარუკიანი მაინც ჩხუბობს, რაღაცას მაინც აკეთებს. ევლოევი არის ერთი უფერული ლაქა ამ დიდ სპორტში. 10 მოგებაო? მერე რა? ვის აინტერესებს შენი 10 მოგება თუ ერთი ნორმალური ნოკაუტიც არ გაქვს? ხალხს უნდა სისხლი, ხალხს უნდა რომ ვიღაც გაითიშოს. ევლოევის ჩხუბზე კი მხოლოდ ის გინდება, რომ ტელევიზორი გამორთო და დაიძინო. გეთანხმები ძმაო. აი ვიღაცა კომენტარებში ისევ ბოდიალობს, სტერლინგმა მოუგო ევლოევსო.
სიმართლე გითხრა, ორივე ერთი ნაგავია. სტერლინგიც თავისი ჩახუტებებით და ევლოევიც თავისი უაზრო კონტროლით. ესენი არიან სპორტის მკვლელები. აი, ილია თოფურია რატომაა ვარსკვლავი? იმიტომ რომ როცა გამოდის, იცი რომ იქ ვიღაცას თავი უნდა მოძვრეს, იქ კომპრომისი არ არსებობს. სარუკიანი კი ცდილობს რომ ამ ტალღაზე ახვეს, სულ ილიას გაიძახის. ტიპს თავისი სახელი აღარ აქვს, სულ სხვისი სახელი ცდილობს ყურადღების მიქცევას. ეგ არის ზუსტად პარაზიტობა. როცა შენი თავით არაფერი წარმოადგენ, სხვის ხარჯზე ცდილობ ქულების დაწერას. მაგრამ მოდი სიმართლე ვთქვათ, სარუკიანს მაინც აქვს ის ნაგლობა, რაც მებრძოლს სჭირდება. ევლოევიტი ისეთი საწოდავია, რომ UFC-ს უფროსობასაც კი ეზარება მასზე ფიქრი. წარმოგიდგენია, ტიპს საერთოდ არ განიხილავენ სერიოზულად. ეუბნებიან წადი იქით ითამაშეო. ეს არის უდიდესი დამცირება, მაგრამ თვითონაც იმსახურებს. თუ ხმა არ გაქვს, იყავი მან ორბიტაზე, როგორც ის უსარგებლო ნაგავი კოსმოსში რომ დაფრინავს. ხო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა სპორტში ფული წყალივით იღვრება. აი ნახე კრივის სამყარო. იაპონელები მილიონებს აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ იქ ნამდვილი ომია, იქ არავინ გამოდის ქულებისთვის საჩხუბრად, იქ ყველა გამოდის მოსაკლავად. ჩვენთან MMA-ში ზოგიერთი ისე იქცევა თითქოს ბალეტზე იყოს. ნერვები მეშლება, როცა ვხედავ, როგორ უფუჭებენ ხალხს შაბათკვილას თავისი მოსაწყენი ჩხუბებით. ნერვები კი არა, საერთოდ ასაკრძალია ეგეთი მებრძოლები. თუ არ შეგიძლია სანახაობის დადება, წადი სახლში. აი მაგიტომაა, რომ სარუკიანს უფრო მეც პატიობენ ვიდრე სხვებს. იმიტომ რომ ის მაინც ყვირს. ილია თოფურიასთან ბრძოლა თუ შედგა, მე მინდა ვნახო როგორ დაასრულებს ილია ამ ყველაფერს. მინდა ვნახო ის მომენტი, როცა სარუკიანი მიხვდება, რომ ზედმეტი ილაპარაკა. ეგ იქნება საუკეთესო გაკვეთილი ყველა იმ მებრძოლისთვის, ვინც მხოლოდ ენითაა მაგარი. და მერე რა მოხდება? მერე ისევ გამოხდება ვიღაც ევლოევისნაირი და იტყვის მე ვიმსახურებო. არაფერსაც არ იმსახურებ. შენ იმსახურებ მხოლოდ იმას, რომ დაგავიწყდნენ. სპორტი არის მათთვის, ვისაც აქვს ქარიზმა, ვისაც აქვს სული და ვინც არ გვეუბნება, ბოდიში დღეს ვენა ვერ დავაგდეო. სარუკიანმა იანვარში ისლამთან ჩხუბი რომ ჩააგდო, ეგ იყო უდიდესი სირცხვილი. პროფესიონალი ხარ თუ ქუჩის ბიჭი? თუ საქმეს აკეთებ, ბოლომდე გააკეთე. თუ არა და დაახვიე ოქტაგონიდან. ხო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა სპორტში ფული წყალივით იღვრება. აი ნახე კრივის სამყარო. იაპონელები მილიონებს აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ იქ ნამდვილი ომია. იქ არავინ გამოდის ქულებისთვის საჩხუბრად. იქ ყველა გამოდის მოსაკლავად. ჩვენთან კი MMA-ში ზოგიერთი ისე იქცევა თითქოს ბალეტზე იყოს. ნერვები მეშლება, როცა ვხედავ, როგორ უფუჭებენ ხალხს შაბათკვირას თავისი მოსაწყენი ჩხუბებით. ნერვები კი არა, საერთოდ ასაკრძალია ეგეთი მებრძოლები. თუ არ შეგიძლია სანახაობის დადება, წადი სახლში. აი მაგიტომაა, რომ სარუკიანს უფრო მეც პატიობენ ვიდრე სხვებს. იმიტომ რომ ის მაინც ყვირს. ილია თოფურიასთან ბრძოლა თუ შედგა, მე მინდა ვნახო როგორ დაასრულებს ილიამ ყველაფერს. მინდა ვნახო ის მომენტი, როცა სარუკიანი მიხვდება, რომ ზედმეტი ილაპარაკა. ეგ იქნება საუკეთესო გაკვეთილი ყველა იმ მებრძოლისთვის, ვინც მხოლოდ ენითაა მაგარი. და მერე რა მოხდება? მერე ისევ გამოხდება ვიღაც ევლოევისნაირი და იტყვის მე ვიმსახურებო. არაფერსაც არ იმსახურებ. შენ იმსახურებ მხოლოდ იმას, რომ დაგავიწყდნენ. სპორტი არის მათთვის, ვისაც აქვს ქარიზმა, ვისაც აქვს სული და ვინც არ გვეუბნება, ბოდიში დღეს ვენა ვერ დავაგდეო. სარუკიანმა იანვარში ისლამთან ჩხუბი რომ ჩააგდო, ეგ იყო უდიდესი სირცხვილი. პროფესიონალი ხარ თუ ქუჩის ბიჭი? თუ საქმეს აკეთებ, ბოლომდე გააკეთე. თუ არა და დაახვიე ოქტაგონიდან. აი მართლა ნერვების მომშლელია ეს ყველაფერი. ზოგიერთი თანი ისეთი გულუბრყვილოა მგონია რომ სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ. ტიპები მიმტკიცებენ რომ ევლოევი ტექნიკურიაო. რა არის ტექნიკური ძმაო? ტექნიკურია ის რომ 15 წუთი კაც ფეხებში ეხვევი და ერთ დარტყმასაც არ აკეთებ, რომელსაც ნოკაუტის სუნია სდის. ეგ არის სიმხტალე და მეტი არაფერი. აი სარუკიანიც, რაც არ უნდა ვთქვათ, მაგისი ჭიდაობაც ხანდახან ისეთია რომ გინდა ტელევიზორს აგური ესროლო. ილია თოფურიამ დაანახა ყველას რა არის ნამდვილი კლასი. ერთი დარტყმა და ვოლკანოვსკი ძილის პირულს უსმენს. აი ეს არის დონე. ზუსტად და ამ დროს ეს სარუკიანი გამოდის და იძახის ილიას მოუგებო. შენ ვინ კითხავს საერთოდ? ჯერ ისლამ მახაჩევს გაეკეცი, წონა ვერ დააგდე, ორგანიზაცია დააღალატე და ახლა გინდა რომ ჩემპიონს ეჩხუბო? ეგ არის თავხედობა. მაგრამ იცი რა არის ყველაზე სასაცილო? ის რომ ხალხი ამას ჭამს. ვიღაცები კომენტარებში მიწერენ არმანი რეალური ძალაო. რა ძალაა ხალხო გამოვფხიზლდით? ტიპი არის ჩვეულებრივი საშუალო დონის მებრძოლი, რომელსაც გაუმართლა და კარგ დროს აღმოჩნდა კარგ ადგილას. და ეს ევლოევი საერთოდ ცალკე თემაა. 10 მოგებაო და რა მერე?
ერთი ბონუსი მაინც აქვს აღებული სანახაობრივი ჩხუბისთვის? არა, იმიტომ რომ მისი ჩხუბები არის ანტირეკლამა MMA-ისთვის. თუ შენს ჩხუბზე ხალხი ლუდზე გადის და ტუალეტში რიგებს დგამს, ესე იგი შენ სპორტსმენი კი არა, ძილის წამალი ხარ. სარუკიანი მაინც ყებს, მაინც რაღაცას ცდილობს, თუნდაც ეს სხვისი ლანძღვა იყოს. ევლოევი კი უბრალოდ არსებობს. ისეთივე უსარგებლოა, როგორც ძველი, გაფუჭებული მაცივარი, რომელიც მხოლოდ ადგილს იკავებს და ხმაურობს. ხო, აი ეგ ადგილის დაკავება არის ზუსტად პრობლემა. რეიტინგებში წინ მიიწევენ ისეთი მებრძოლები, რომლებიც ჩხუბს კლავენ. მერე გვიკვირს, რატომ არ უნდათ ორგანიზატორებს მათი ნახვა მთავარ ქარდებზე. აბა ვინმე მითხრას, ვინ გადაიხდის $80 pay-per-view-ში, რომ ევლოევის გორაობას უყუროს? არავინ. აი ილიას ჩხუბზე კი ხალხი ბოლო კაპიკებს დახარჯავს. იმიტომ რომ იციან იქ იქნება შოუ, იქ იქნება ნამდვილი მამაკაცური დაპირისპირება და არა რაღაც ბავშვური თამაშები პარტერში. სიმართლე ისაა, რომ დღევანდელ სპორტში თუ არ ხარ ხმაურიანი, შენ ხარ არავინ. სარუკიანი ამას მიხვდა, მაგრამ ცოტა გვიან. ახლა ცდილობს ყველას უკბინოს, რომ ვინმე მყუადღება მიაქციოს. ილიას ახსენებს ყოველ წამს, დილით, შუადღით, საღამოს, მგონი სიზმარშიც ილია ელანდება. ეს უკვე ავადმყოფობაა. აი ევლოევს კი ისეთი სახი აქვს, თითქოს საერთოდ არ აინტერესებს, სად არის. თუ არ გაინტერესებს, წადი ძმაო, სხვარი მწყემს ემთაში, იხ სიჩუმეა და არავინ შეგაწუხებს. მართალი ხარ. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ისეთი მხეზები ჩხუბობენ, როგორიც ნაოია ინოუეა. აცი გამოდის და პირდაპირ ამბობს, მოვდივარ რომ დაგამარცხოთო და აკეთებს კიდეც. ჩვენთან კი MMA-ში ზოგიერთი მებრძოლი უფრო მეც ლაპარაკობს წონას კლებაზე და ტრავმებზე, ვიდრე ჩხუბზე. სარუკიანის ისტორია იანვარში იყო, იქი არაპროფესიონალიზმის. როგორ შეიძლება ესეთი შანსი გაანიავო? მერე კიდე პრეტენზიები აქვს. მე რომ ვიყო დანა ვაიტი, საერთოდ გავაგდებდი ორგანიზაციიდან ასეთი გამოხტომების გამო. დანა ვაიტიც ფულს უყურებს, ეგაა მთელი უბედულება. სანამ ესენი ბილეთებს ყიდიან თავისი სკანდალებით, მანამდე იქნებიან. მაგრამ მოდით ჩვენს მაყურებელს ვკითხოთ. თქვენ მართლა მოგწონთ ეს გორაობა? მართლა გგონიათ, რომ სარუკიანი ილიას რამეს დააკლებს? დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ არგუმენტირებულად და არა ისე, როგორც ზოგიერთი ექსპერტი, რომელმაც ჩხუბი მხოლოდ ტელევიზორში ნახა. გვითხარით სიმართლე, თუმრაც მწარე იყოს.